მშვიდობის, როგორ ხართ ჩემო გოგოებო? როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით შემოვედია და წყალი ავადუკე, ეხა ყავა დავმიოთ. დღეს ალბათ გარეთ გასვლა არ მომიწევს, ერთინა და განახოთ როგორი ამინდია გარეთ. აი ნახეთ. ესეთი. მოღრუბლული. ხო და არ ვიცი შეიძლება უცბად რა მაღაზიაში გადავირბინო 2 წუთიდან რჩენი სახში უნდა ვიყვეთ დღეს მათე ისვენებს გუშინ კურტკა გავურეცხე რომ ორშაბათს კონდეს სუფთად. გია ჩაი გადაწყვიტე თუ ყავა? რომელი გინდა? ჩაი? აი ხო და მე ყავას დავле. კოფე ეს ამ ჭიქაში დავლიოთ. ეს ნიკას ჭიქაა. ნიკასაც უნდა ყავა. მაშინ ნიკას თავის ჭიქაში მოვოდუყოთ აი ამაში. გავუკეთოთ. და მე ამ ჭიქაში დავле. ეს აქეთი ცალი დამჩა, ისეთი გემრიერად ჭამე გუშინ ეს კუბი, ისეთი გემრიერად და ჩემს წენს ხოლმე რა და მე არავის საერთოდ არ მოწენს. ნახველაზე მე მგონი რომ ცუდია და მაგით ნახველა რო აწუხებს თოს წენს. ნესკაფე წითელი რაღაცნაირად სხვანაირი კაი გემოაქვს, არ ვიცი, რაღაცა გემოაქვს, რომელიც მომწონს, განსხვავებული. ჩარგიეს. ეს იმ დროს ეს ჯეპრი რომ მე მომწერეთ როგორ გიხდება ატმოსფერიო და ხო იცით როგორ მიყვარს მე ვარდისფერი, ეს ფერიც ძალიან მიყვარს, მანიკურიც ესეთი მიყვარს. ამ ფერი და ღია ფერი კიდე თეთრიც ძალიან მიყვარს. თეთრი ტანსაცმელი არის ჩემთვის რა ვიცი ფავორიტი. ყველაზე ძალიან მიყვარს თეთრი ტანსაცმელი. ეხა მანტოც კი თეთრი მაცვია ხოლმე. ხშირად არა, მაგრამ მიყვარს აი მანტოც კი მომწონს თეთრი ფერის. ზოგი მაგალითად არ ჩაიცნებს რაღაცნაირად თეთრ მანტოს ეხა. ძირითადად ჩავს ყიდულობენ ხოლმე და მე მომწონს თეთრი ფერი ძალიან. დღეს გადამოინაცვლა დღევანდელ დღეს რაღაცის ცხობამ და არ ვიცი ხა გამექცა ფიქრი უცბად რა, არ ვიცი. შეიძლება ლობიანის გულსართიც მაქვს კიდე, მაგრამ არა. მე მგონი რომ მირჩევნია ის გავაკეთო. ერაში. მათე გავახაროთ. სახლშია და ძალიან უყვარს მაგას. მე ძალიან არა, კიდე ცოტა ძეუს დავჭი. ჭერმაჭა. ამისი ხა მოკლედ
არ ვიცი თითქოს ზოგჯერ უფრო დიდი ხმა ახოლია იმას აქვია კაცის დამატებობის ვერ მოვიგებია. აი ამით კარგია. იქით არ ეჩანდა და ხოლმე ამაზე ფერია, გულებიც იყიდება. გულები, ისეთი ლამაზებია ისიც. სვადის ფერია. და აი ეს არის რაღაცა საშინელება, ამას ვერ ვარ ფაქტებს აქვს. ხასიათზე სულ არა ვარ, რომელი საათია ნახეთ. პირველი ახლა დაიწყო ხო პირველი. 12. 12. ნახევარი. რა. საჭმელი არ მინდა. მე კიდე რა ვიცი, რაც სიგარეტს უა მოვიტანო. სუჭამა მინდა სიგარეტის რო დავანებე ჯანა. აჰო. მე რა ამი ჩემია, საჭმელი ჭამო გადაჭამო. ვიდრე სიგარეტი მოწვიო. სიგარეტი ხო იცი რაც აქია. ესე ადვილად თუ დავანებებდი არ მეკონა ხოლმე. ანუ აღარ მოვწიე და მორჩა რა, არც მოკლებით არაფერი. იმიტომ რომ დიდი ხანი არ ეწევი. ნამდვილი ხანი 1 წელი თუ 2? მე 2 წლამდე. 2. რო ვეუბნები. სხვებს უკვირთ რა. გვინდაო და ვერ ვანებებდო. აი გამოვდით. გოგოებით ძალიან ბევრი ეწევიან. ყველა ეწევა. ალბათ მე იმატებენ ზონაში და მაგიტოც ეწევიან გოგოები. არ ვიცი. არა, კარგი შედეგი გექნება, მნიშვნელოვანია ის დევიტამინი. მაგრამ რატომ და 10000 ლარი ამ ხელა ოლიგარქკაცი? დავლიოთ ახლა ჩვენ. ქველმოქმედებას სახელად რას? ძოჭო. ახალ ამბებში ყველაფერი გია. რა ვიამოვაკეთე. სუ პრობლემები ამ Facebook-შიც. სურვილი არ აქვს რა. რა შევდივარდით ხო. ისეა გადაძაბული ეს ხალხი რომ ამდენი ხანი ეცი TikTok-ი წაშლილი მქონდა გია. სამსახურში ფაქტიურად მარტო მძღოლად კი არა მუშაობ ჯანა. ფსიქოთერაპევტადაც ამუშაობ, იცი? მართლა. არ ვიცი, აი დაგიწევმა ხოლმე 10-დან 8 ადამიანი სულ პრობლემებზე ლაპარაკობს და გვიწევს ხოლმე საუბარი დანიშნულების ადგილამდე. და ძალიან ბედნიერი სახეებით გადადიან ხოლმე შემდეგ. დავამშვიდებ ხოლმე რაღაცნაირად. შენიც მიუდგები. და მაგრამ აი ხალხი ძალიან არის გადაახლილი რა, აშკარად აი ისეთი თემებია, რომ უცხოსთან არ უნდა ილაპარაკო. მაგრამ ისე იმდენად შინაგანად აწვევს. უძღოლად კი არ უნდა მუშაობდე, ფსიქოლოგად უნდა მუშაობდე გია მე მგონი. ისეთი ლაპარაკი იცი. შეიძლება. მეც ბევრჯერ დამხმარებია, მე ხმარება ხოლმე რა, სულ ბევრჯერ კი არა. იმიტომ არის რომ თუ სიტუაციებშიც მე სულ ვინ არჩუნებ. რაღაცნაირად ამ სიმშვიდეს შენ ძალიან დიდი ისაკაკია მაგაში. რო სამუშაო გაუცდენია ბევრჯერ მაგის გულისთვის, რომ ჩემთან ესაუბრა და ერთად გვესაუბრა და რამდენჯერ ყოფილა ვერ ჩამოვთვლი. ძალიან ბევრჯერ. ეგრეა საუბარი აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ხო, გამოყავს ადამიანი.
შენ ერთი გოგო შენზე ახალგაზრდა გოგო იყო რა. და ის რა ქვია. მეუღლესთან დაშორდა. 2 წელიწადია იყო გათხოვილი. და გათხოვების პერიოდში ბანკის სესხი გამოიტანა ამ ბიჭისთვის ბიზნეს რაღაც. ხო და რო გაშორდნენ აღარ იხდის ის ბიჭი და აღმოჩნდა ამ იმაში. დიდი ვარია? არ მიკითხია, მაგრამ ახლა რაც გინდა იყო. ბიზნეს სესხს რო გააკეთებ, ალბათ. მათ ეს ტელეფონი ხო განმადებით გამოვიტანეთ და 42 ლარია სულ, მეტი კი არა, 42 ლარი. ხა არ მქონდა მე მართლა რომ 400-500 ლარამდე არის და ხა ერთიანად არ მქონდა. უკვე შემეტყო. მე ვიხდი და შემეტყო უკვე ამ თვეში. 40 ლარი გია. და ეხლა 40 ლარი ხო არ ექნება რა გადასახდელი რა ხან თქვა, ესე იგი 100 ლარი 150 ლარი ძნელია ძალიან. ძალიან ძნელია. ხო და მეუთხარი სამი კატეგორიის ადამიანი არსებობს მეთქი. პირველი, ვინც სხვების შეცდომებზე სწავლობს მეთქი, რომ თვითონ არ დაუშვოს. მეორეა, ვინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, რომ შეემთხვა ეგრეთი შეცდომების გამო ცუდი შედეგები და ისწავლა და აღარ აკეთებს. და მესამე საერთოდ არ ასწავლობს. მეორე კატეგორიაზე მაინც აღარ ჩამოცდე მეთქი რა. დიდი მადლობები გადამიხადა რომ ძალიან ბევრი სტრესი არის საზოგადოებაში. მარტო ეგ კი არა, ასაკოვნები, ბიჭები, კაცები, სულ ყველანი პრობლემებზე ლაპარაკობს. მესვე, იმიტომ ამბობ ხოლმე ჩემ ვიდეოებში, მთავარი წამყვანი თემა ეგ არის სიმშვიდე არის მთავარი, ჯანმრთელობა, სიმშვიდე, შინაგანი გია. სიმშვიდე, აი მამაოებსაც რო დაელაპარაკო, მაგას გეტყვია, მთავარი არის სულის სიმშვიდე, შინაგანი. დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. აი ყველაფერი აბსოლუტურად და ეს სიმშვიდე არ არის ხალხში. ზუსტად. ძალიან რთული არის რა, აი ამ ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან ძნელია. მე მგონი მართლა TikTok-იც უნდა წაშალო, Facebook-იც უნდა წაშალო, აი უნდა შეელიო და ახალი თაობა სხვათა შორის. ახალი თაობა, ეს ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან რა და ძალიან გონიერები. მე გამიგია, რომ ძალიან ბევრი უკვე აღარ იყენებს Facebook-ს. როგორც ტელევიზორები რო გადააგდეს, ხო იცი, ჩვენ უკვე რამდენი წელია ტელევიზორი არ აქვს სახში. და არც მინდა და სურვილი არ მაქვს, რომ გავაკეთო სახლი, მაშინაც არ მინდა ტელევიზორი, აი არ მინდა. შენ გინდა ტელევიზორი? რა, მაინც არ მიყვარს მეც. არ მინდა. ვიყიდი ფილმები მიყვარს ხოლმე. ვიყიდი ნოუთბუქს, კარგს და იქ ვუყუროთ ფილმებს. და ტელევიზორი ფილმებისთვის ნოუთბუქი პატარა. ტელევიზორი არ არის პატარა, მიჩვევა უნდა. მე ახლა სულ ტელეფონში ვუყურებ და თუ რამე მინდა და იმაზე დიდი ხო არის. უფრო ეფექტურია რა, დიდ ეკრანზე. ხო, არის, მაგრამ კინოში წადიქაც არ არის ძვირი, შეარჩიე და უყურე გია, თუ ეგრე არის. ტელევიზორი რო გაქვს, მე არხებსაც რთავ გაიგე და ეს ამდენი ნეგატივი ტრიალებს შენ სახში. და ეხლა უკვე მოიცადე რას ვამბობდი, ერთი მივყვანო ბოლომდე. ეს ბავშვები ნიკასთან Facebook-სეც აღარ არიან. არ ვიცი, ძალიან ბევრი მე მგონი ინგლისური მასე რაღაც იმებზე გადავიდნენ. არის ეგეთი ინგლისური სოციალური ქსელები, არ ვიცი ზუსტად სახელები, მაგრამ იქ მე მგონი არ ვიცი გია, იქ ირჩევ მე მგონი, ეს არ გატენიან რა ამ ინფორმაციას. ირჩევ ჯგუფებს, რომ გაწევრიანდე რაღაც ჯგუფები. როგორც YouTube-ში ირჩევ. YouTube არის პლატფორმა, რავი, რომელიც საქართველოს ჯერჯერობით პირველია, ჩემი აზრით. YouTube-შიც რაღაცნაირად ირჩევ რა, კი არის შორტები შეხვალ და რაღაცაც გიგდებს, მაგრამ მაინც რაც გამოწერილი იმაში შინაარში. იმ სფეროში. ხო და ეს Facebook-ი რავია, Facebook-ი მართლა არ არის. და ნენელა ხო ეს ბავშვები ამ Facebook-საც გაუქმებენ ფიქრობ. საერთოდ რო აღარ იქნება მომხმარებელი.
მაგრამ ჩვენი თაობა ჩვენზე დიდი, მაგითი ვაჭრობენ, სუმანდარი ყველაფერი გამოფენილი, თუ რამე გინდა იყიდო, მადრიდან უნდა იყიდო რა. და აი მაგიტომ აი დამოკიდებული ხარ და შედიხარ. სიმშვიდეზე რო ლაპარაკობ, ჟანა, სიმშვიდეს ერთ ბიჭს უსმენ ხოლმე, ეხლა ძალიან საინტერესოა რა. ფსიქოლოგიური გაკვეთილები, ვიდეოები აქვს. ფასიანია საიტი, მაგის საიტი, მაგრამ უფასო ისინიც არის. ხო და აბა გაგიცივდა ნიკო. სიმშვიდის მომენტი არის, შენი აზრები უნდა გააკონტროლო რა ეს ბიჭი ამბობს. ანუ ჩვენგან დამოუკიდებლად ტვინი სუმშობს, ხო? მაგაზე მეც ვისაუბრე დღეს, ნუ შესაძლებელი არის ეგ. კი, არის შესაძლებელი. არის ხო, ბიბლიაში წერია და რო არ იყო შესაძლებელი, არ ეწერებოდა. კარგზე იფიქრე, თუ რო წერია, ესე იგი შესაძლებელია რომ იფიქრო კარგზე. ხო და აი მაგაზე კი არა ვლაპარაკობ ჩვენ. საერთოდ რო არ იფიქრო და ტვინმა რო დაისვენოს სიმშვიდეში რო იყოს. ხო, მაგაც ძალიან დიდი შრომა უნდა. ხო. ეგ უკვე ვარჯიშით მიიღწევა რა, ყოველდღიური შრომით მიიღწევა, საერთოდ რო არაფერზე არ იფიქრო. აქ და აქ, ახლა და აქ რო იყო მართლა საფიქრელი გარდა იმისა, რომ საჭმეს ჭამე ხა და რაღაცას საუბრობ, აი იმ წუთში რაც ახდება, იმის მეტი რო არ იფიქრო. მართლა სანერვიულო არაფერი არ აქვს რა. ჩვენ წარსულზე და მომავალზე ერვებთ. მომავლის შიში გვაქვს, წარსულისაზე სანერვიულო. თემები. ხო, ეს ქეკავთ სულ რაღაც ერთ. სახარებაში რო ამბობს ქრისტე სამთო ქადაგება ქვია მთაზე რო ზის და ხალხი რო მოგროვდება, ხო, იცი მე რო დააპურებს 10,000 ადამიანს. ხო და იქ ამბობს რომ ნუ წუხარ თუ ხვალინდელ დღეზე, ყოველ დღეს თავისი საწუხარი აქვს, ანუ პატარა პრობლემები ყოველ დღე გაქვს რაღაც. და ხვალინდელზე ნუ წუხარ თუ, ანუ ის ხვალინდელი ჯერ არ არსებობს. მომავალში ხო ვერ იცხოვრებ. ვეღარც წარსულში ვეღარ იცხოვრებ. მხოლოდ აწმყოს ეს მომენტი არის რა. სადაც იმყოფები და შენ თუ აი ამას გააკონტროლებ მომავალზე და წარსულზე თუ შენი ფიქრები შეამცირე, აწმყოში არ არის იმდენი სირთულე რეალურად. აწმყოში. ჩვენ რასაც ვფიქრობთ მომავალზე ან წარსულზე, ეს ყველაფერი მარტო ჩვენ თუმცა რა არის, აწმყოში, აწმყო არ არის რო ყოფილი. არა. მაგრამ რეალობა ეს არის მარტო. სხვა რეალობა არ არსებობს კი. ხო ეგრეა. აი ეს მომენტია. ეს არის რეალური. სრულყოფილი არ არის, მაგრამ უნდა მიიღო, შეიყვარო, აი აწმყო უნდა შეიყვარო. ეს უნდა. ანუ ეხლა შეიყვარებ თუ არ შეიყვარებ, ეგ ცალკე აქ ყოფნა უნდა შეიყვარო, ანუ და აი აქ. აი ეს ფიქრები და ის არის ოცნებები რაღაცა. მაგრამ კი ფიქრება მაინც ტვინი. ისეთი რაღაცა არის. ეგრეა მოწყობილი, გეგმებს აწყობს. ეს არ არის ცუდი თუ კარგს დაგეგმავ, თუ კარგს კარგი ოცნებები თუ გაქვს და თუ დავუშვათ სიკეთეს ემსახურება შენი მომავლის ოცნებები, რა ვიცი, რა არის მაგაში ცუდი. ერთი ის რომ შეიძლება არ ასრულდეს და გული გაკითხდეს. მოლოდინი. თორე მეტი არაფერი, ცუდი არ გააკეთო და. ჩვენ უბრალოდ ჩვენი მექანიზმები რაც არის ინტელექტუალური ან ფიზიკური, ყველა რაც შეგვიძლია ამ რეალობაში, აი აწმყოს მომენტი რაც არის. ხო. მაგისი გამტარებლები ვართ, ანუ მაგას ვიაზრებთ ბოლომდე. დანარჩენი ეს ყველაფერი არის აბსტრაქტული. მომავალიც და უკვე წარსულიც. ისინი აღარ არსებობს და აი ახლა რაც არსებობს, აი ამ მომენტში. აი ეს არ უნდა გაუშვა. ეს ხო ეს არის რა, ცხოვრება ეს არის. აი ეს არის ცხოვრება. ანუ ფიქრები, აზრები რომ მოდის თავში, ხო? ეს ყველაფერი ამ პროცესებში ხო ტვინია ჩართული. კი. ტვინს სჭირდება ენერგია. ენერგიას იღებს ორგანიზმიდან. ხო. და რაც უფრო დატვირთულია ტვინი, უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ხო ასეა? და ძალიან ბევრ
უსარგებლო და ფუჭ რაღაცაზე ვახარჯვინებთ ენერგიას, ჩვენ ენერგიას twins. თან ისეთზე, რაც არ არსებობს ჩვენ. რა რეალური. ხო, მომავალი არ ვიცი, ჩვენ მომავალში ვერ ვიცხოვრებთ, წარმოუდგენელია, მხოლოდ ეს მომენტია. ვერა კაცო, ჩემთვის ვიყავი ზაფხულში, ვმუშაობდი, ცხოვრება მიდიოდა ძალიან ნორმალურად, ხო გია, კარგად. გეგმავდით, რომ ყოველ დღესად მე უნდა გავსულიყავით, ბავშვები გაგვეყვანა, ხო გეგმავდით გია ზაფხულში. ოსმა თავდაყირა დადგა ყველაფერი. მამა ჩემი საოპერაციო გახდა, დედაჩემსაც რაღაც პატარ-პატარა პრობლემები შეექმნა და თავდაყირა დადგა ყველაფერი აბსოლუტურად. ხო და იმ მომავალს რო გეგმავ, ის მომავალი ჯერ არ არსებობს და არ იცი რანაირი იქნება. რაც არ უნდა დაგეგმო, მაინც შენზე არ არის დამოკიდებული რა ბოლომდე. და ის ამერიკელი ფსიქოლოგი რო იყო დეილ კარნეგი მაგას ერთ-ერთ წიგნში ის უწერია რა იახტაზე დიდ გემზე იყო რა. ხო. ხო და კაპიტანმა მიიპატიჟა თავს. ყავა აქ არის შენი. აღარ გააკეთო თავი. მამა რატო გამაგეთები? ხო და ის რა ქვია კაპიტანის ოთახში შეიპატიჟა კაპიტანმა რა ის და ეს რაღაც ღილაკები იყო ეს ფუნქციები ქონდა გემის მართვის რაღაცები ეკითხებოდა ეს რისია და კაპიტანმა უთხრა რომ აი თქვათ წინიდან რაღაცა შევეჯახეთო და წყალი შევიდა ისა შიგნით გემში აი ამ ღილაკს რო დავაწვევიო სპეციალური კარებებია რკინისა, რომელიც ჩაკეტავს იმ სექციას, სადაც წყალი შევიდა, რომ დანარჩენი გადარჩის. ასევე თუ უკან მხარეს დაზიანდა, იქაც არის ეგრეთი ჩამკეტი სექციები რა. ხო და ამას რომ მეუბნეოდა ქრისტეს სიტყვები გამახსენდაო, რომ ხვალინდელზე ნუ ფიქრობ, თან უნდა ჩაკეტო რა. მომავალში ცხოვრება ძალიან გღლის და სინამდვილეში არ არსებობს. აი ახლა არსებობს აი ეს მომენტი მარტო და ამ მომენტს უფრო ადვილად უმკლავდები. ჩიტებზე როგორი მაგალითი მოიყვანდა ყვავილებს იგი ეგეც თქვი. ხო. არა თესავენო არ მკიან, მაგრამ ღმერთი აპურებს, ხო? ყვავილზე კიდე ველი შროშანებს შეხედეთო. არც იმას არც ძაფს აკეთებს ყვავილი, არც ქსოვს არაფერი, მაგრამ დიდებულ სოლომონიც კი არ იყო ესე შემოსულიო, როგორც ეს ყვავილი, რომელიც ერთი დღე იარსებებს შესაძლოა და მეორე დღეს უკვე მოკვდეს, იმდენად ლამაზად არის შემოსილი და ღმერთი მოსავს, ხო, ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი. ამიტომ თუ კი ყვავილებს ასე ლამაზად მოსავსო, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესი ხართო და ბევრ ყვავილებზე, ხო? ძმენის ნაკლებობაა. შენ ხარ შემოსილი სხეულით. მაგაზე ლამაზი ტანსაცმელი არ არსებობს, სხეულია ყველაზე ლამაზი. და შენ ფიქრობ უბრალოდ, ეხლა კარგი გიტარა რო არის, ხო, ლამაზი აკუსტიკური გიტარა როა და ჩეხოვზე რო ფიქრობ, აი, კარგი ჩეხოლი ჩააცო, ხო, გიტარა უფრო მნიშვნელოვანია თუ მისი ჩეხოლი. ასევე ადამიანის ტანსაცმელი. არა, მაინც მიხვდა ხალხი მაგ ყველაფერს რაც დრო გადის. კიდე კარგი. თვითონ სხეულია ყველაზე კარგი სამოსი ადამიანის. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ვინც უნდა ჩაიცო. შიშვლები არავინ არ ივლის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი უნდა დაგავიწყდეს რა არის, ანუ პრიორიტეტები ცხოვრებაში. და თუ ამ აწმყოში ცხოვრებ, ძალიან რთული აღარ არის მე ცხოვრება. თუ ძალიან გაიზრდება ადამიანის ისა რა ქვია ქრისტეს აზროვნებას თუ მიუახლოვდება გია, შიშვლებით შეიძლება დადიოდნენ. ხო, რა თქმა უნდა. ადამი და ევა სამოთხეში ტანსაცმელი არ ჰქონდათ. და შემდეგ ყავის სამოსი რომ ისცა ღმერთმა. საიდან ჰქონდა ეს ყავის სამოსი? როგორც ჩანს, ცხოველი შეიწირა. ხო? და იქიდან ჰქონდათ ეს ყავის პირველი სამოსელი. და
რატო შერწყოთ? პირველი მსხვერპლი იყო. თავანთი იმისი რა ქვია, სიშიშვლის. რატო შერწყოთ? ნელ-ნელა ალბათ უკვე დაბერძდნენ და აღარ მოეწონათ. ხო, ეს ხო რაღაც ჩვენ რო ვკითხულობთ 5 წუთი სჭირდება მაგის საკითხოს, მაგრამ ეს რაღაც დროის პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. თავიდან ძალიან ლამაზები იყვნენ ახლა. ხო. უნიკალურები და მე ნელ-ნელა ეხლა რისი მაგალითად ადამიანი მოეწონა თავიანთი სხეული. რას მალავს, რაც ნაკლოვანება აქვს და რაც დეფექტური აქვს, იმებს მალავს. ბიბლიაში თუ კი მოხსენიებულია, ანგელოზებიც კი შემოსილებად არიან მოხსენიებული. წარმოგიდგენია? შემოსილი? ხო, ალბათ ადამიანისთვის რო ის იყოს მისაღები ჩვენი აზროვნებისთვის. ანგელოზიც კი შემოსილია. ასე არის აღწერილი. ანუ სამოსი მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ადამიანის ცხოვრებაში. უფრო დაცულად გრძნობ, რაღაცაში ხარ შემოსილი. ასე რომ აი გავიქცევით. აი, დაადათებოთ დროებით.